უკრაინის შეუმჩნევლ სარდაფებში ჩუმად მიმდინარეობს რევოლუცია. სარჩილავი უთოებიდან კვამლის თხელი ზოლები ადის, როცა მამაკაცები ფარანებით მუშაობენ და ამზადებენ ბეჭდურ დაფებს, რომლებიც უკრაინის FPV დრონების არმიას მართავენ. შეიძლება უმნიშვნელოდ ჩანდეს, მაგრამ უკრაინის შესაძლებლობა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები ქვეყნის შიგნით აწარმოოს, ომისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტია და თითოეული მათგანი მხოლოდ $500 უჯდებათ. შეგიძლია $500-იანი დრონით წარმატებით გაანადგურო, მაგალითად $4-5 მილიონი ღირებულების T-90M პრარივის ტანკი, ან $200 მილიონი ღირებულების S-400. საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცვალა ბრძოლის წესები და მისცა გაკვეთილები, რომელთა იგნორირებაც არც ერთ არმიას მსოფლიოში არ შეუძლია. მაგრამ არსებობს კრიტიკული სტრატეგიული სისუსტე. ამ დრონების უმეტეს კომპონენტს, როგორც წესი, უცხოეთში, განსაკუთრებით კი ჩინეთში ამზადებენ. მრავალი თვალსაზრისით იმპორტირებულ კომპონენტებზე დამოკიდებულება უკრაინის მთელი თავდაცვის მომარაგების ჯაჭვის ყველაზე სუსტი რგოლია. მაგრამ ახლა, როდესაც ეს კომპონენტები უკვე ქვეყანაში იწარმოება, უკრაინა კიდევ ერთხელ ახორციელებს ინოვაციებს, ისე, რომ მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს. განსაკუთრებით რუსეთი, რომელიც ამ მოვლენების შედეგებს ყველაზე მძიმედ იგრძნობს და ვერაფერს გააკეთებს მათ შესაჩერებლად. აი რატომ არის უკრაინის მცდელობა ჩინეთზე დამოკიდებულების გარეშე დრონების წარმოებისკენ ასეთი მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოს შეიარაღებული ძალებისთვის. ბოლო დროის სამხედრო მოვლენებიდან ცოტას თუ შეუძლია შეედაროს მასშტაბით და სისწრაფით იმ გარდაქმნას, რაც უკრაინამ დრონების სფეროში განახორციელა. 2022 წელს უკრაინამ შეფასებით სულ რაღაც 3000-დან 5000-მდე დრონი აწარმოა. 2024 წლისთვის ეს რიცხვი 2.2 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს შეფასებით 4.5 მილიონი დრონი იქნება წარმოებული. ზედა ზღვარზე ეს 3 წელიწადში 900 ჯერ გაზრდას ნიშნავს. თუმცა ამ საწარმოო სასწაულის მიღმა კრიტიკული სტრატეგიული სისუსტე იმალება. თითქმის ყველა დრონის კომპონენტი ძირითადად ჩინეთიდან იყო მოწოდებული. და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ხშირად ამტკიცებს თითქოს უკრაინის ომში ნეიტრალურია, მას აქვს ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან და არა უკრაინასთან. ომის საწვის ეტაპებზე უკრაინელი მწარმოებლები დრონების აწყობისთვის საჭირო თითქმის ყველა ნაწილს ჩინურ კომპანიებში ყიდულობდნენ. სინამდვილეში 2023 წელს კიევმა შეიძინა DJI Technology Company-ის მიერ წარმოებული Mavic-ის კვადროკოპტერების გლობალური წარმოების 60%. Mavic-ი ინდუსტრიის სტანდარტული კვადროკოპტერია, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო FPV გამოყენებისთვის. და მისი DJI დრონების ოჯახი ფლობს ASC-ის კომერციული დრონების ბაზრის 90%-მდე წილს და გლობალური სამომხმარებლო დრონების ბაზრის 80%-ს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, უცხოური კომპანიები, რომლებიც საკუთარ დრონებს აწარმოებენ, ასევე დიდწილად დამოკიდებულნი არიან ჩინეთზე კომპონენტების მხრივ. მაგალითად, მცირე ლითიუმ-იონური ბატარეები, რომელსაც აწარმოებს Contemporary Amperex Technology Company Limited, მსოფლიოში უდიდესი ბატარეების მწარმოებელი მოცულობით. ასე იყო უკრაინაშიც. უკრაინაში ჩინური კომპონენტებით დრონების წარმოება მეტნაკლებად გამართულად მიმდინარეობდა, სანამ მოულოდნელად ასე აღარ იყო. 2023 წლის ივნისში ჩინეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეზღუდა 15.5 ფუნტზე მეტი წონის შორ მანძილზე მოქმედი დრონების ექსპორტი, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. ჩინეთმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ მისი დრონები ომში არ გამოეყენებინათ. თუმცა ეს არგუმენტი უსაფუძვლოდ ჟღერს, რადგან ჩინეთი კვლავ აწვდიდა რუსეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს, როგორიცაა ნახევარგამტარები და დრონების ძრავები, მოსკოვთან შეუზღუდავი პარტნიორობის ფარგლებში. უკრაინა ასეთ სარგებელს ვერ იღებს. შემდეგ ვითარების კიდევ უფრო გაუარესებისთვის 2024 წლის 1 სექტემბერს ჩინეთმა ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. ჩინეთში წარმოებულ დრონებსა და დრონების კომპონენტებზე უკრაინისა და რუსეთისთვის, მათ შორის ფრენის კონტროლერებზე, ნახშირბადის ჩარჩოებზე, ძრავებზე, რადიომოდულებსა და ნავიგაციის კამელებზე. ეს სერიოზული დაბრკოლება იყო უკრაინული დრონების წარმოებისთვის. მანამდე Oleg Segrebinis თქმით, დრონების კომპონენტების ადგილობრივი მწარმოებლები არ არსებობდა და არავინ ფიქრობდა მათზე. გრებინი არის კომპანია Motor-G-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დღეს უკრაინაში დრონებისთვის ელექტროძრავების უმსხვილესი მწარმოებელი. 2023 წლიდან Motor-G-ის პროტოტიპის შექმნას 7 თვე დასჭირდა, ხოლო მასობრივი წარმოების დაწყებას 1 წელი და 6 თვე. 2025 წლის ბოლოსთვის Motor-G-ის წარმოება თვეში თითქმის 100,000 ძრავას უახლოვდებოდა. ძირითადად FPV დრონებისთვის და ოდნავ უფრო დიდი ოპტიკურ ბოჭკოვანი დრონებისთვის, რომლებსაც 15 დუიმამდე ჩარჩოები სჭირდებათ. მაგრამ Motor-G სულაც არ არის ერთადერთი უკრაინული კომპანია, რომელიც დრონის კომპონენტებს ადგილობრივად აწარმოებს. როდესაც ჩინეთის ექსპორტის აკრძალვები პირველად ამოქმედდა, უკრაინამ მაშინვე ASC-სა და განსაკუთრებით ევროპელ პარტნიორებს მიმართა შემცვლელების საპოვნელად. მაგრამ ეს იდეალური გამოსავალი ნამდვილად არ აღმოჩნდა.
საბოლოო ჯამში ჩინეთის დომინირება დრონების კომპონენტების გლობალურ ბაზარზე იმდენად გადამწყვეტია, რომ აუცილებელი დრონის კომპონენტების უმეტეს ევროპელ მომწოდებელს ისინი თავად არ აწარმოებს. ისინი ფაქტობრივად შუამავლები არიან ჩინური კომპანიებისთვის. ეს ქმნის ორ პრობლემას: შეზღუდულ ხელმისაწვდომობას და მაღალ ფასებს. კომპონენტები ხშირად უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის, ხოლო როცა არის, ისინი ფასების ხელოვნურად გაზრდის, რისკის ქვეშ არიან. ანგარიშები მიუთითებს, რომ ზოგიერთი კომპონენტის ფასი გასამაგდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის სანქციები დაწესდა. მაგალითად, დრონებით ძრავებთან დაკავშირებით გრებინი ამბობს, რომ ევროკავშირს არც ერთი არ აქვს. არსებობს ბრენდები, მაგრამ ისინი რეალურად ჩინეთში მზადდება. ჩვენ ვესაუბრებოდით სამი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარ ძრავების წარმოების ლოკალიზაციას აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით ისინი დაგეგმვის ეტაპამდეც კი არ მისულან. უთხრა მან Kiev Independence 2025 წლის აგვისტოში. ასე რომ მოტორჯიმ დაიწყო საკუთარი ძრავების წარმოება, თუმცა ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა მაგნიტები და ძაბვის ტესტერები, რომლებიც ძირითადად ისევ ჩინეთიდან უნდა შემოიტანა. კიდევ ერთი უკრაინული კომპანია, რომელიც ჩინეთის სანქციებს ადგილობრივი წარმოებით უვლის გვერდს, არის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით მართვადი FPV დრონების მწარმოებელი Hasta, რაც ლათინურად შუბს ნიშნავს. Hasta 3D ბეჭდვით ამზადებს ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის კოჭებსა და კორპუსებს. კაბელი გადის უკრაინაში დამზადებულ ლატებში, რომლებიც გადაკეთებულია ძრავის მიმაგრებით, რაც ხაზს გვერდიდან გვერდზე გლუად ამოძრავებს. დაახლოებით ისე, როგორც საბეჭდი მანქანის მექანიზმი მუშაობს. Hasta-ს დამფუძნებლის უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ ანდრის სახელით ცნობილი პირის თქმით, უკრაინული წარმოება ასევე ვითარდება თერმული ხედვის, კონტროლერების, ძრავების, ჩარჩოების მიმართულებით. ამჟამად კამერები არ არის, მაგრამ მალე კამერებიც იქნება. ეხლა FPV დრონებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რა თქმა უნდა, ელექტრონული დაფებია, რომლებიც საფრენი აპარატის ცენტრალური ნერვული სისტემის როლს ასრულებს. ეს დაფები მართავს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციებს, როგორიცაა ფრენის სტაბილიზაცია, ენერგიის განაწილება და მაღალი სიჩქარის მონაცემთა გადაცემა. ისინი მოქმედებენ როგორც დრონის ტვინი, ამუშავებენ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებს, გიროსკოპებისა და აქსელერომეტრების მეშვეობით, რათა რეალურ დროში დაარეგულირონ ძრავების სიჩქარე, რაც უზრუნველყოფს დრონის ბალანსს და პილოტის ბრძანებებზე სწრაფ რეაგირებას. როგორც FPV დრონებში არსებული სხვა კომპონენტების უმეტესობა, ეს ელექტრონული დაფებიც, როგორც წესი ჩინეთიდან შემოდიოდა. ახლა კი, როგორც ვიდეოს დასაწყისში ავინიშნა, ისინი უკვე უკრაინაში მზადდება. და ისინი ამას იმდენად ეფექტურად აკეთებენ, რომ კომპანიებიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ მიკროსქემებს აწარმოებს, შეილჩა პენტაგონის მომგებიანი დრონების დომინირების პროგრამისთვის. სინამდვილეში ორი უკრაინული კომპანია შეირჩა იმ 25 კომპანიას შორის, რომლებიც 2026 წლის თებერვალში პენტაგონის პროცესის პირველ ეტაპზე სპეციალურ გამოცდაზე მიიწვიეს. გამოცდის შემდეგ მათ 11 კომპანია შეარჩიეს, მათ შორის უკრაინული Defense Drones Tech Corporation. მეორე უკრაინულმა კომპანიამ, რომელიც გამოცდაში მონაწილეობდა, General Cherry, სამწუხაროდ ვერ გაიარა შერჩევა. საბოლოოდ 11 კომპანიას, რომელთა შორისაც არიან 8 ამერიკული და 2 ბრიტანული მწარმოებელი, აშშ-ს სამხედრო ძალებისგან თავიანთი პროდუქციის მასშტაბური შეკვეთები ელოდებათ. პენტაგონი გეგმავდა, რომ პირველი გამოცდის შემდეგ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის მიწოდების შეკვეთები გაეფორმებინა 30,000 ერთჯერადი შეტევითი დრონისთვის, რომლებიც მომდევნო 5 თვის განმავლობაში სამხედრო დანაყოფებს უნდა მიეწოდოს. უკრაინული კომპანიის ამ პროგრამისთვის შერჩევა მიუთითებს უკრაინული დრონების განვითარებისადმი მაღალ ნდობაზე. მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს აღიარება ამ ტექნოლოგიების სტრატეგიული მნიშვნელობისა საერთაშორისო არენაზე. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ უკრაინელი დრონების შემქმნელები კი არ არიან, არაჯანსაღად დამოკიდებული ჩინეთიდან მომდინარე მიწოდების ჯაჭვზე. ჩინეთის დრონების კომპონენტების წარმოებაში უზარმაზარი დომინირების გამო, პრაქტიკულად ყველა დრონის მწარმოებელი ყველგან იგივე პრობლემის წინაშე დგას. და დასავლური ქვეყნებისათვის კრიტიკული კომპონენტების მოწოდებაზე დამოკიდებულება თავარი მოწინააღმდეგისგან შეიძლება მხოლოდ როგორც სერიოზული სტრატეგიული სისუსტე შეფასდეს. დასავლელი დრონების მწარმოებლები ჩინეთის სანქციებითა და ექსპორტის შეზღუდვებით ისევე დაზარალდნენ როგორც უკრაინა. მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ჩინეთმა შეაჩერა დრონების ბატარეების გატარების გაყიდვა Skydeos-თვის, რომელიც აშშ-ის უდიდესი კომერციული დრონების მწარმოებელია, კომპანიის მიერ ტაივანისთვის გაყიდვების გამო. ამ აკრძალვამ მნიშვნელოვნად შეამცირა Skydeos წარმოების შესაძლებლობები, რის გამოც კომპანიას 2025 წლის გაზაფხულამდე რუსული ბატარეების გამოყენება მოუწია და ამ პროცესში უკრაინისთვის ხელმისაწვდომი ამერიკული დრონების მიწოდება შეიზღუდა, მაგრამ საქმე მხოლოდ დრონებს არ ეხება. ჩინეთის კონტროლი მრავალ მნიშვნელოვან მიწოდების ჯაჭვზე ქმნის იგივე თუ არა უფრო დიდ სტრატეგიულ მოწყვლადობას კოლექტიური დასავლეთის მრავალი შეიარაღების სისტემისთვის. მაგალითად, ავიღოთ ჩინეთის თითქმის სრული მონოპოლია იშვიათი მიწიერი ელემენტების გადამუშავებასა და მაგნიტების წარმოებაზე.
მხოლოდ შეერთებულ შტატებში 1908 შეიარაღების სისტემაში გამოყენებული 80,006 კომპონენტი დამოკიდებულია პეკინის მიერ კონტროლირებად მასალებზე. ეს დომინანტობა ჩინეთს საშუალებას აძლევს მიწოდების ჯაჭვების სამხედრო იარაღად აქციოს და ექსპორტის ლიცენზირებისა და შეზღუდვების გზით საფრთხე შეუქმნას ან შეაჩეროს კრიტიკული ტექნიკის, როგორიცაა F-35 ტიპის, გამანადგურებლები ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავები და ზუსტი მართვის რაკეტები. წარმოება. ახალი ჩინური კონტროლი, რომელიც 2025 წელს შემოიღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ტარიფების ომის პასუხად ექსპორტისთვის ლიცენზიების მიღებას ითხოვს. თუნდაც უმცირესი რაოდენობით შეიცავდეს ჩინური წარმოშობის იშვიათ მიწის ელემენტებს, ეს ფაქტობრივად ბლოკავს უცხოური წარმოების იმ აღჭურვილობას, რომელიც ჩინურ ტექნოლოგიას ან მასალებს იყენებს. ამ კონტროლებმა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებზე, როგორიცაა გალიუმი, რაც მიწოდების ჯაჭვის გაუკველობასა და თავდაცვის კონტრაქტორებისთვის წარმოების შესაძლო შეჩერებას იწვევს. როგორც Trent Emenke ამბობს, რომელიც პენტაგონის თავდაცვის ინოვაციების გამყოფილებაში ხელმძღვანელობს გუნდს, რომელიც სამხედრო დანიშნულების დრონებს ამტკიცებს, ჩინეთს შეუძლია დრონების ინდუსტრია გლობალურად 1 წლით გააჩეროს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის. თითქოს ეს საკმარისად შემაშფოთებელი არ იყოს, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის შედეგად მიმდინარე გლობალურმა მიწოდების შეფერხებებმა კიდევ უფრო გაზარდა მიწოდების ჯაჭვის გაურკვევლობა. ნავთობის ფასები გაიზარდა დაახლოებით 60-დან 70 დოლარიდან ბრენტის ეტალონური ნავთობისთვის, დაახლოებით $100-მდე, რამაც მსოფლიოში ინფლაციის ზრდა გამოიწვია. მაგრამ სხვა კრიტიკული მასალების, მაგალითად ალუმინის, მიწოდების შეფერხებებიც თავდაცვის წარმოებაში ნიშნავს, რომ ფასები იზრდება და მიწოდების შეფერხებები პრაქტიკულად გარდაუვალია. ეს მტკივნეულად მიუთითებს ერთ რამეზე: სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კრიტიკული მასალების მიწოდებაზე. ჩინეთიდან დრონების კომპონენტების მიწოდებაზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირებით, უკრაინა არა მხოლოდ ინოვაციას ახორციელებს, არამედ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის გამძლეობას და შესაძლებლობას განაგრძოს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ განუსაზღვრელი ვადით. და როგორც მალე ვნახავთ, რუსეთს ძალიან ცოტა შეუძლია ამის წინააღმდეგ. ახლა, მაშინაცა რუსეთი უძლურია უკრაინის ინოვაციების შეჩერებაში, თქვენ ნამდვილად არ ხართ უძლური, რომ გაიგოთ რატო. აქ სამხედრო შოუზე ჩვენ მხოლოდ უახლეს სამხედრო სიახლეებს არ ვაშუქებთ, არამედ ხსნით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. გამოიწერეთ არხი, რომ არაფერი გამოგჩეთ. არ შეგეშალოთ. უბრალო $500 FPV შეტევითი დრონი უკრაინის მუდმივი წინააღმდეგობის ძირითადი კომპონენტია. მაღალტექნოლოგიური სისტემები, როგორიცაა აშეთეშუს MIM-ას 104 პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხშირად იპყრობს ყურადღებას, მაგრამ სწორედ ეს იაფი და ძალიან ეფექტური იარაღებია, რომლებმაც ნამდვილად შეცვალეს თანამედროვე ომის ხასიათი. და თეორიულად ასე არ უნდა იყოს. თეორიულად თითქმის ყველა მაჩვენებლით, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ, რუსეთი დომინირებს უკრაინაზე. იქნება ეს მოსახლეობის რაოდენობა, საჰაერო ძალები თუ საზღვაო ფლოტი, ან მისი საწარმოო პოტენციალი. რუსეთის უზარმაზარი ზომა უკრაინასთან შედარებით უნდა ნიშნავდეს, რომ რუსეთს ამ დროისთვის გადამწყვეტი გამარჯვება უნდა ჰქონოდა. მაგრამ ეს არ მომხდარა, არც კი მიახლოებულ. და უბრალო $500 FPV დრონი უკრაინის მუდმივი აუტსაიდერის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. Major Robert Brodis, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის თქმით, რუსული დანაკარგების 90%-ზე მეტი ახლა უკვე უკრაინული დრონების მიერ არის მიყენებული. ის მხოლოდ პერსონალს არ გულისხმობს. ამ $500 დრონებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის ყველაზე ძვირფასი ტექნიკის დიდი რაოდენობა. ეს იქნება S-400 ტრიუმფის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელთა თითოეული ზვირებულება $1.2 მილიარდი. A-T-90M ტანკები, რომელთა თითოეულის ფასი $4.5 მილიონი. A-თუ ბერიევის A-50 Mainstay ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითფრინავები, რომელთა თითოეული ზღირებულება $300 მილიონი. Tupolev Tu-22M 3 Backfire-ის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელთა თითოეული ზღირებულება $100 მილიონი. A-ან SKT 450M მაღალი კლასის სადაზვერვო დრონები, რომელთა თითოეულის ფასი $400,000. არც ერთი მათგანი არ არის დაცული ამ მინიატურული მკვლელების წინააღმდეგ, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის $500 დრონებმა ძალთა ბალანსი გაათანაბრეს. როდესაც საქმე ეხება უკრაინის, ალბათ ყველაზე დიდ მინუსს ამ ომში, ცოცხალი ძალის ნაკლებობას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა 2022 წლის თებერვალში, უკრაინა აღმოჩნდა ნაკლებობაში როგორც საარტილერიო ჭურვების, ასევე ცოცხალი ძალის მხრივ. ამიტომ ფრონტის ხაზზე მყოფმა ჯარისკაცებმა დაიწყეს იაფი ჩინური დრონების მოდიფიცირება და მათ თვითნაკეთ ბომბდამშენებად გადააქციეს. ეს გადამწყვეტ ინოვაციად იქცა. როგორც იგნატ ბუიაკინი, Ukrainian Defense Drones-ის დამფუძნებელი იხსენებს, ქვეყანა გადაარჩინეს $500 დრონებმა და ეს თითქმის არ არის გადაჭარბება. 10,000-ობით ტექნიკა და 100,000-ობით რუსი ჯარისკაცი უკრაინულმა FPV დრონებმა დააზიანეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. ომის მიმდინარეობისას ამ იაფი იარაღების ძალის გამაძლიერებელი ეფექტი, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად უფრო ძვირადღირებული სისტემების განადგურება, ორივე მხარისთვის შეუძლებელი გახდა უგულებელყოფა. FPV დრონები თავდაპირველად მფრინავი კამერები იყვნენ.
დღეს ისინი ასევე ზუსტი, სწრაფი და მანევრირებადი დაგთქმის სისტემებია, რომლებსაც ოპერატორი მართავს ვირტუალური რეალობის სათვალეებით, რაც ქმნის დრონის კაბინაში ყოფნის ეფექტს. ეს მართვის სისტემა პილოტს საშუალებას აძლევს შეასრულოს უკიდურესად რთული მანევრები, დაედევნოს სამიზნეებს ან შეიჭრას რთულად მისადგომ ადგილებში, როგორიცაა ბუნკერის შესასრულები ან T-90M ტანკის შასისა და კოშკურის შორის არსებული ნაპრალი. მათი ეფექტურობის გადაჯარბება ბრძოლის ველზე რთულია, ხოლო განადგურების ხარჯების თანაფარდობა იმდენად დამაჯერებელია, რომ უგულებელყოფა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უკრაინამ და რუსეთმა ორივემ გაზარდეს წარმოება ინდუსტრიულ დონემდე. მას შემდეგ, რაც 2023 და 2024 წლების უმეტეს ნაწილში ჩამორჩებოდა, რუსეთმა როგორც ჩანს, ბოლო წლის განმავლობაში აინაზღაურა ეს ჩამორჩენა, სულ მცირე წარმოების თვალსაზრისით. თუ მიმდინარე შეფასებების სწორია, რუსეთის დღევანდელი წარმოება დაახლოებით 19,000 FPV დრონი დღეში, ანუ წლიურად თითქმის 7 მილიონი, სავარაუდოდ ახლოსაა, ან შეესაბამება უკრაინის ამჟამინდელ მაჩვენებელს, ასე რომ ახლა რბოლა დაიწყო. ფრონტის ორივე მხარე ცდილობს გაზარდოს როგორც დრონების რაოდენობა, ასევე მათი შესაძლებლობები. და როგორც წარმოიდგენთ, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სისტემები ბრძოლის ველზე, დრონების კომპონენტების მიწის მიწოდების შეფერხება მიუღებელი რისკია. აი რატო არის უკრაინის უნარი აწარმოოს ჩინეთზე არამოკიდებული დრონები ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის. როგორც პროვდიმ განმარტა, ჩინეთიდან კომპონენტების შეძენის რისკების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენთვის არამეგობრული ქვეყანაა, თავარი ამოცანაა მათი წარმოება უკრაინაში. ის ამატებს, რომ უკრაინელი მწარმოებლის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ იმპორტის ჩანაცვლება უკვე განხორციელდა. ეხლა, უკრაინული ინოვაცია მხოლოდ ძრავებსა და ელექტრონულ დაფებზე არ შემოიფარგლება. უკრაინელი ინჟინრები და დეველოპერები აქტიურად მუშაობენ, რომ დრონების წარმოების მთელი პროცესი ქვეყნის შიგნით გადაიტანონ. ეს მათ სრულ დრონულ სუვერენიტეტს მისცემს, რასაც ამჟამად მხოლოდ ჩინეთი შეუძლია დარწმუნებით განაცხადოს. ბუიაკინის თქმით, როდესაც უკრაინული თავდაცვითი დრონების წარმოება 2023 წელს დაიწყო, ყველა კომპონენტი ჩინური იყო. ერთი წლის განმავლობაში კარბონის ჩარჩოების და ანტენების წარმოებაც ლოკალიზებული გახდა. კომპანია ამჟამად დღეში 15,000-მდე ანტენას აწარმოებს, რაც ლოკალიზაციის მასშტაბსა და დაგროვილ გამოცდილებას უსვამს ხაზს. მაგრამ ამით საქმე ჯერ არ დასრულებულა. 2025 წლისთვის კომპანიამ წარმოება გააფართოვა და დაიწყო ფრენის კონტროლერების, სიჩქარის რეგულატორების, რადიო მოდემებისა და ვიდეო გადაცემის სისტემების წარმოება. ფაქტობრივად მისი ყველა კომპონენტი ახლა უკვე უკრაინაშია წარმოებული, გარდა კამერებისა. მიუხედავად ამისა, ბულიაკინი ამბობს, რომ FPV დრონების კამერების წარმოების ტექნოლოგია უკვე არსებობს ევროპაში. თუმცა დღემდე კომპანია ამ კამერებს სხვა უკრაინულ კომპანიაში ყიდულობდა, რომელიც მათ ევროპული ნაწილებისგან აწარმოებს. მიუხედავად ამისა, ეს თანმიმდევრული და ეტაპობრივი წარმოების ლოკალიზაცია ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აქცევს უკრაინა გამოწვევებს შესაძლებლობებად და ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს ტექნოლოგიურ დამოუკიდებლობას. ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ომში. რაც უფრო მეტად შეძლებს უკრაინა საკუთარი თავდაცვითი საჭიროებების წარმოებას, მით უფრო დამოუკიდებელი და საბოლოოდ სუვერენული ქვეყანა გახდება. ეს მხოლოდ ტაქტიკური უპირატესობა არ არის. თავდაცვის სუვერენიტეტი უკრაინას მნიშვნელოვან ბერკეტს შეიძლება მისცეს, თუ და როდესაც ომის დასრულების სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები საბოლოოდ დაიწყება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და სამხედრო მრჩეველი, პოლკოვნიკი პავლო პოლისა ამბობს: თუ ჩვენ ვახორციელებთ იმპორტს, ეს ნიშნავს დამოკიდებულებას, ხოლო ნებისმიერი დამოკიდებულება ნიშნავს სუსტ პოზიციას. ეს მოიცავს პარტნიორებზე დამოკიდებულებასაც. როდესაც საქმე დაბალფასიან მასშტაბირებად დრონებს ეხება, უკვე სავარაუდოა, რომ უკრაინა ეხმარება აშშ-ს და არა პირიქით და ასე გაგრძელდება კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში. როგორც სტეისი პეტიჯონმა, CNAS-ის თავდაცვის პროგრამის დირექტორმა, ცოტა ხნის წინ აღიარა: ჩვენ აშშ-ში მართლაც ძალიან ჩამორჩებით. აქ არსებული ყოველი დრონი ხარისხით ჩამოვარდება და უფრო ძვირი ღირს, ვიდრე DJI-ის დრონები. ჩვენ არ გვაქვს სამრეწველო ბაზა, რომელიც ამ დრონებს ამჟამად აწარმოებს. უკრაინა შეიძლება დაეყრდნოს გარკვეულ დრონების მხარდაჭერას თავისი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან ვალდებულებები და ერთობლივი საწარმოები იზრდება. მაგრამ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ეს პარტნიორები ჩინურ ან უკრაინულ დრონებთან ფასის მხრივ კონკურენციას და შეძლებენ თუ არა წარმოების იმ მასშტაბზე გაზრდას, რაც უკრაინას სჭირდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ივან ჰავრილიუკის თქმით, უკრაინა უკვე თვეში 200,000-მდე FPV დრონს აწარმოებს და მუდმივად უწევს თავისი ფლოტის შევსება. მაგრამ თავდაცვის მინისტრ დენის შმიჰულის თქმით, უკრაინას სჭირდება ამ რაოდენობის გაორმაგება, თვეში 400,000 უპილოტო სისტემის წარმოება, რათა რუსეთთან კონკურენცია შეძლოს. ეს იმიტომ, რომ უკრაინა თვეში დაახლოებით 10,000 დრონს კარგავს და ერთი წარმატებული განადგურებისთვის საშუალოდ 24 FPV დრონია საჭირო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მასშტაბურია საჭიროებები. ასევე არსებობს არასასიამოვნო ფაქტი, რომ ისევე როგორც უკრაინაში, ევროპულ ან ამერიკულ დრონებშიც თითქმის აუცილებლად არის მრავალი ჩინური კომპონენტი. ამიტომ ისინი ისეთივე მგრძნობიარენი არიან მიწოდების შეფერხებებისა და ჩინეთის ექსპორტის კონტროლის მიმართ.
სინამდვილეში ჩინეთის დომინირება დრონების კომპონენტების ბაზარზე იმდენად ძლიერია, რომ სადავოა საერთოდ შესაძლებელია თუ არა სრულად არაჩინური დრონის წარმოება. მაგალითად, მაშინ როცა უკრაინული თავდაცვის მწარმოებლები დრონებისთვის ნახშირბადის ჩარჩოებს ამზადებენ, თავად ნახშირბადი როგორც წესი ჩინეთიდანაა, რადგან ის მნიშვნელოვნად იაფია. დრონების დამტენი ბატარეებიც ძირითადად ისევ ჩინეთში იწარმოება, რადგან როგორც უკვე თქვით, ჩინეთი დომინირებს ბატარეებისთვის საჭირო მასალების, როგორიცაა ლითიუმი და იშვიათ მიწა ლითონები, მიწოდების ჯაჭვებში. და მთელი მსოფლიო დრონების ინდუსტრია კვლავაც დამოკიდებულია კრიტიკული იმპორტის ვიწრო სპექტრზე, მათ შორის ლითიუმის მარილებზე, ნეოდიმიუმის მაგნიტებზე, ნავიგაციის ჩიპებსა და თერმულ სენსორებზე, რომელთა მიწოდებაზეც ჩინეთს ფაქტობრივად სრული კონტროლი აქვს. სინამდვილეში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭოს, რომელიც ადგილობრივი იარაღის მწარმოებლების ასოციაციაა, მონაცემებით, მისი წევრი კომპანიების მხოლოდ 5%-მა, მათ შორის ქვეყნის უმსხვილესმა კომპანიებმა, განაცხადეს, რომ არ იყენებენ ჩინეთში წარმოებულ კომპონენტებს. შედარებისთვის წევრი კომპანიების 28%-მა განაცხადა, რომ არ იყენებს ტაივანში წარმოებულ კომპონენტებს, ხოლო 40%-მა აღნიშნა, რომ არ იყენებს აშშ-ში წარმოებულ კომპონენტებს. თუმცა უკრაინისთვის რისკები იმდენად მაღალია, რომ ასეთი აშკარა სტრატეგიული სისუსტის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია. იმის გათვალისწინებით, რომ FPV დრონები უკრაინის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კრიტიკული კომპონენტების დაუცველი მიწოდების ჯაჭვები წარმოუდგენელია. საუკეთესო გზა რისკის შესამცირებლად არის მიწოდების მაქსიმალურად ლოკალიზაცია და დანარჩენი წყაროების დივერსიფიკაცია. და სწორედ ასე უმკლავდება უკრაინა ამ პრობლემას, უკვე მნიშვნელოვანი წარმატებით. ჯერ კიდევ 2024 წელს უკრაინული დრონების უმეტესობა თითქმის მთლიანად ჩინური კომპონენტებით იკრიბებოდა. უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საბჭოსა და ზმეინის კუნძულის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის მიხედვით 2025 წლის ბოლოსთვის უკრაინულ დრონებში ჩინური ნაწილების წილი დაახლოებით 38%-მდე შემცირდა. ეს შთამბეჭდავი დინამიკაა, რომელიც ხაზს უსვამს ინოვაციას, ინტენსიურ შრომასა და ინვესტიციებს, რომლებიც უკრაინული დრონების კომპონენტების ადგილობრივ წარმოებაში ხორციელდება. და უკრაინის პარტნიორები ამას სერიოზულად ავიქვამენ. მათგან ბევრი თავადაც დეჩინიზაციის აქტიურ ნაბიჯებს დგამს და ასევე ცდილობს მომარაგების ჯაჭვების მეგობრულ ქვეყნებში გადატანას, სადაც ეს შესაძლებელია. მაგალითად, ევროკავშირის კრიტიკული ნედლეულის აქტი მიზნად ისახავს ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირებას იმპორტზე და საკუთარი მოპოვებისა და გადამუშავების შესაძლებლობების განვითარებას ამ მასალების მიმართულებით. და როგორც სხვა ბევრ სფეროში, უკრაინის პარტნიორები სარგებლობენ მისი გამჭრიახობით დრონების წარმოების ლოკალიზაციაში. ამასობაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეშფოთებით აკვირდება მოვლენებს. ფაქტობრივად მას არაფერი შეუძლია გააკეთოს, რომ შეაჩეროს უკრაინის თავდაცვის სუვერენიტეტის ჩამოყალიბება. უფრო და უფრო მეტი ძვირფასი სისტემა ნადგურდება $500 უკრაინული დრონებით. და ის მცირე არაპირდაპირი კონტროლიც კი, რაც მას ჰქონდა მათი წარმოების მოცულობებზე ჩინეთის მეშვეობით, თანდათან იშლება. უფრო შემაშფოთებელია პუტინისთვის ის, რომ მისი FPV დრონების ასამბლეის ხაზებიც ისეთივე დამოკიდებულია ჩინეთიდან შემოტანილ კომპონენტებზე, როგორც სხვები, თუ არა უფრო მეტადაც კი. ამ ეტაპზე რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან იძლევა შემოვლით გზებსა და ფარულ გარიგებებს, რაც მას იცავს სტრატეგიული რისკების უმეტესობისგან. მაგრამ თუ რამე არასწორად წავა ამ შეთანხმებაში, რუსეთის დრონების წარმოება ძალიან სერიოზულ პრობლემაში აღმოჩნდება. და უკრაინას უკვე სერიოზული უპირატესობა აქვს ამ აშკარა სისუსტის აღმოფხვრაში. და თუ საუბრობთ რუსებზე, რომლებიც ძალიან სერიოზულ პრობლემაში არიან, ნახეთ ეს ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორაა რუსეთის სამხედრო ძალა კოლაფსის პირას. მადლობა ყურებისთვის.